ქვეყანას ნამდვილად სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, იმიტომ რომ კონსტიტუცია არის დამახინჯებული, განადგურებული და მიწასთან გასწორებული, მაგრამ სჭირდება დაბალანსებული კონსტიტუცია და არა ისეთი, როგორცაც ქართული ოცნება გვთავაზობს. Კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის მოდელი, რომელზეც ქართული ოცნება ლაპარაკობს, იქნება აბსოლუტურად დამაქცევარი. რაც შეეხება საყოველთაო განხილვას, მე არ მჯერა, რომ ეს საყოველთაო განხილვა იქნება, იმიტომ რომ საკონსტიტუციო კომისია არსებობდა, რომელიც პრაქტიკულად ვერც ერთხელ ვერ შეიკრიბა, სწორედ სხვათა შორის ქართული ოცნების და არა უსუფაშვილის ბრალეულობით. Ამ საკონსტიტუციო კომისიაში ჩვენი წარმომადგენელი ვყავდა, მეორეს დანიშვნას ვერ მივახციეთ, მიუხედავად იმისა, რომ გვეკუთვნოდა, იმიტომ რომ ქართული ოცნება არც ერთ ხდომაზე არ მოდიოდა და ქორუმი არ იყო, ასე რომ როგორ უნდა ქართულ ოცნებას განხილვა საკონსტიტუციო ცვლილებებისა, ესეც ძალიან ნათლად გამოჩნდება. და ერთი, როგორი დემოკრატიული ხელისუფლება გვყავს. მე დღეს გამახსენდა, სხვათა შორის, უпростоრად გამახსენეს კონკრეტულმა ადამიანებმა. როცა მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე და თუნდაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ყოველთვის ღია იყო ჩემი კარი ოპოზიციის წარმომადგენლებისათვის. როგორც მინიმუმ პატივცემულო ხელისუფლებავ და ქართულო ოცნებავ. მე ვუსმენდი ოპოზიციის წარმომადგენლებს. მე არ მქონდა იმის უფლებამოსილება, რომ ეს საკითხები გადამეწყვიტა ხშირად, მაგრამ როგორც მინიმუმ მოსმენის და ანალიზისაგან არასოდეს თავს არ ვიკავებდი. არც ერთი თქვენგანი არ დაინტერესებულა არც ერთი იმ არგუმენტით, რომელიც მე ყოველდღიურად უკვე 10 დღეა მომყავს. არავინ იფიქროს, აქ არ არის რაიმე საიდუმლო შეხვედრებზე, ან თქვენ მოწყალებაზე ლაპარაკი. აქ არის ლაპარაკი თუნდაც ღიად დაინტერესებაზე თქვენი მხრიდან, რომ რა საბუთები უკავია ბურჯანაძეს ხელში. რაზე ლაპარაკობს არა მარტო ბურჯანაძე და მისი პოლიტიკური ორგანიზაცია, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრი პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის სახით და ჩათვლით. თქვენ ეს არ გაინტერესებთ. თქვენ ცდილობთ გაიშვიროთ ხელი. ჩვენ რა შუაში ვართ, CSKO იღებს. ჩვენ რა შუაში ვართ, სასამართლო იღებს. ჩვენ რა შუაში ვართ, სხვა იღებს ამ გადაწყვეტილებას. ეს ჩვენ ერთხელ და ორჯერ ნანახიც გვაქვს, მოსმენილიც გვაქვს და როგორც მთავრდება, ისიც ძალიან კარგად გვახსოვს. ასე რომ თუ ახლეს ისტორიას თვალს გადაავლებთ, შეძლებთ იმ შეცდომების თავიდან აცილებას, რაც აუცილებლად არაცილების შემთხვევაში ქვეყანას უბედურებას მოუტანს. ეს ისე კეთილი რჩევა, ქვეყნის გულშემატკივარის და არა თქვენი.